მოგესალმებით, მეგობრებო. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. დღეს კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს ორი საკითხი. პირველი ეს არის საქართველოში არაბთა აჰმედ ალ-ნუაიმის მოსმენა. და მეორე საკითხი ეს არის 2019 წლის 27 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ქვეშეთი კობიგზის ცვლილების წერილ შეთანხმება. შესაბამისად გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე კომიტეტის წევრებს. მადლობა. გადავდივართ პირველ საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კომიტეტში გვაქვს პრაქტიკა მეგობარი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოსმენისა, რომელიც ჯერ კიდევ წინამოწვევის პარლამენტში დაინერგა. დღეს მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოусმინოთ ჩვენი ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონ აჰმედ ალ-ნუაიმს, რომელიც ისაუბრებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობებზე და არაბთა გაერთიანებული საემიროების ზოგადად საგარეო პოლიტიკაზე. ასევე გეტყვით, რომ ბატონ ალ-ნუაიმს აქვს საკმაოდ ვრცელი და საკმაოდ დიდი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობისა. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა ბატონი აჰმედი 7 წლის განმავლობაში იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში და გაეროში და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოგეხსენებათ, უკანასკნელ დროს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. იყო არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი. შესაბამისად ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ბატონი ალ-ნუაიმი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარმოუდგენდა მის ხედვებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ და ზოგადად საგარეო პოლიტიკის შესახებ. წინასწარ გეტყვით, როგორც ჩვენი პრაქტიკა, ბატონი ალ-ნუაიმი წარდგება მოკლე მოხსენებით, რომელიც იქნება საჯარო. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და კითხვა-პასუხის რეჟიმი იქნება დახურული. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, რომელიც გაინტერესებთ და ბატონ ელჩსაც ექნება საშუალება, რომ კამერების გარეშე ღიად ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ასე რომ თხოვ ბატონ აჰმედს მობრძანდეს ტრიბუნასთან და მიმართოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. Very much indeed, sir. Mr. Chairman, distinguished members, good afternoon, and thank you for the opportunity to address this esteemed committee. It's a great pleasure to be here today, and I'm grateful for your continued engagement and commitment to strengthening the partnership between the United Arab Emirates and Georgia. Since assuming my role in Tbilisi, I have had the privilege of meeting many of you individually. I value the thoughtful discussion we have had and the clear strategic vision you bring to Georgia's international partners. Standing in this historic chamber serves as a strong reminder of the responsibility we share to advance cooperation that brings tangible benefits to our people. Allow me to begin with the principle that guides the UAE's foreign policy, as expressed by our leadership. Partnership built on trust, mutual respect, and long-term vision are essential to stability and prosperity. This principle defines the UAE's relationship with Georgia. In recent years, our bilateral ties have grown at an exceptional pace. Trade, investment, logistics, tourism, and culture exchange have all expanded significantly. Today, Georgia stands as one of the UAE's valued partners in this region, a partnership rooted in friendship, opportunity, and shared belief in progress.
The UAE is proud to support Georgia in strengthening its infrastructure, connectivity, and economic potential. Our cooperation and continued engagement in the Middle Corridor reflect our confidence in Georgia's role as a vital bridge between regions. In this context, the UAE's investments in Georgia represent another important example of my country's long-term commitment to this country's development. It reflects our belief in Georgia's potential for growth, and we remain committed to support projects that bring value, create jobs, and enhance Georgia's global standing. Looking ahead, allow me to outline several key priorities that will guide UAE's engagement with Georgia. The first one is expanding economic and investments cooperation. Our bilateral trade have already reached a historic level, but we believe there is far more potential to unlock. The UAE will continue to support Georgia's exports, encourages Emiratis investments, and deepen private sector cooperation. The second principle is strengthening transport and logistics connectivity. Georgia's geographical position makes it central in the future of the Middle Corridor. The UAE is committed to working with Georgia to advance infrastructure, logistic capabilities, and multimodal connectivity that support regional prosperity. Thirdly, we would like to advance renewable energy and sustainable development. The UAE is prepared to collaborate with Georgia on clean energy initiatives, sustainable urban planning, and climate solutions that support long-term resilience. Lastly, promoting tourism, culture, and education. One of our strongest tools for connecting with people. Every visitor traveling between UAE and Georgia brings with them curiosity, ideas, and friendship. This flow of people deepens understanding in a way no documents or agreement could ever do. Guided by the vision of His Highness Sheikh Mohammed bin Zayed Al Nahyan, the President of the UAE, we are creating opportunities to learn, innovate, and grow together. Today, I'm happy to announce that 10 Georgian students now have the chance to study in Mohammed bin Zayed University of Artificial Intelligence in the UAE, a symbol of our shared belief in talent, knowledge, and possibility. Beyond education, tourism, art, culture exchange continues to bring Georgians and Emiratis together, building lasting friendship, rooted in trust, respect, and shared aspirations. These initiatives are not just programs. They are investment in people, in friendship, and in the future we shape together. Mr. Chairman, distinguished members, the UAE-Georgia partnership is grounded in shared values, mutual respect, and a clear vision for the future. It is a relationship that continues to grow in scale and in depth, supported by strong political will from both sides. Representing the United Arab Emirates in Georgia is a great honor, and I'm committed to working closely with this committee and with all branches of the government of Georgia to build on strong foundation we have established together. I thank you once again for this opportunity. ჩვენ ახლა შეგვიძლია დავხუროთ სხდომა კომიტეტის წევრებს გთხოვთ მანიშნოთ კითხვები ვის გაქვთ კითხვები შეგიძლიათ დასვათ როგორც ქართულად ასევე ინგლისურად თარგმანი გვაქვს ასე რომ სანამ სხდომა დაიხურება გთხოვთ სხდომის დახურვაზე გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას მადლობთ გთხოვთ მანიშნოთ როდის იქნება სხდომა დახურული მანამდე ბატონ ირაკლი ბატონი ლევანი ჯეჯრობით ეს ორი მეგობრებო სხდომა განახლებულია შემდეგი საკითხი ეს არის
2019 წლის 27 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ქვეშეთი კობიგზის პროექტი ნომერ 1 ცვლილების წერილს შეთანხმება ქალბატონი ზია გიორგობიანი წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სასესხო შეთანხმების ცვლილებას. სასესხო შეთანხმება გაფორმებული არის 2019 წლის 27 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. ჩვეულებრივი ოპერაციები ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი კობის გზის პროექტთან მიმართებაში. აღნიშნული ცვლილება გახლავთ ნომერი 1 ცვლილება და არ იცვლება სესხის ფინანსური პირობები, იცვლება მხოლოდ თანამონაწილეობა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის იმ დარჩენილ მონაკვეთთან დაკავშირებით და სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც დარჩენილი არის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და თავის დროზე განსაზღვრული პროცენტი, რომელიც იყო აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განსაზღვრული 65.6% იცვლება და ხდება 82%. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების 82% დაფინანსდება სესხის სახით, ხოლო დანარჩენი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც აღნიშნე, რეალურად ფინანსური პირობები არ იცვლება სესხთან მიმართებაში. სესხის ვადიანობა გახლავთ 26 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი გახლავთ 11 წელი. საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი ევრიბორს დამატებული 0.7% და ასევე გვაქვს ვალდებულების გადასახადი, რომელიც გახლავთ წლიური 0.15%. თუ დამატებითი კითხვები იქნება ან პროექტის მიმდინარე სტატუსთან დაკავშირებით, სიამოვნებით ვპასუხებთ. მადლობა, ხომ არ არის კითხვები, თუმცა მიმდინარე სტატუსთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ მივასწრით ინფორმაციას. სიამოვნებით. მართლაც უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, გაყოფილი არის პროექტი ორ ნაწილად, ორ ლოტად გვაქვს დაყოფილი. პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის საინვესტიციო ბანკის წილობრივი მონაწილეობით ხდება და ასევე ხდება ბოდიშით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება აღნიშნული პროექტის დაფინანსება. როგორც აღნიშნე, ორ ნაწილად არის გაყოფილი პროექტი. ლოტი 1 ეს არის გვირაბი, რომელიც გახლავთ 9 კილომეტრიანი, რომელიც უკვე გაჭრილი არის. გვირაბი თავისი იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბისაგან შედგება და ასევე მეორე ლოტი არის მისასვლელი გზა, რომელიც მათ შორის მოიცავს გვირაბებს და ხიდებს და ერთ-ერთი გახლავთ უნიკალური ხიდი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი იქნება, ეს იქნება თაღოვანი ხიდი, რომლის სამუშაოები ახლა აქტიურად მიმდინარეობს. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, პირველი ლოტის ფარგლებში რეალურად სამუშაოები თითქმის დასრულებული არის, მიმდინარეობს შიდა მოწყობის სამუშაოები გვირაბთან მიმართებაში. დაახლოებით 93% სამუშაოებისა შესრულებული არის, ხოლო მეორე მონაკვეთთან დაკავშირებით დაახლოებით 72% სამუშაოები არის შესრულებული. მეორე მონაკვეთის ლოტი 2 მოიცავს 5 ერთეულ გვირაბს, საერთო სიგრძით არის 10.5 კილომეტრის, გზის მშენებლობის საერთო სიგრძე არის 23 კილომეტრი, 5 ახალი ხიდის მშენებლობა არის დაგეგმილი, საერთო სიგრძით კილომეტრ ნახევარზე მეტი იქნება და ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაცია იქნება, რომელიც 42 მეტრის სიგრძის არის და როგორც აღნიშნეთ, იქნება ეს თაღოვანი ერთი უნიკალური ხიდი, რომელიც 427 მეტრის სიგრძით არის. ქალბატონზია, როდის არის დაგეგმილი პროექტის სრულად დასრულება? პროექტის სრულად დასრულება არის დაგეგმილი 2028 წლის განმავლობაში უკვე ექსპლუატაციაში შევა. გვირაბი უკვე სრულად დასრულებული იქნება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად მისასვლელი გზები თავისი ხიდით დასრულება ვერ ესწრება 2008 წლამდე, შესაბამისად 2008 წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში სრულად მთელი მონაკვეთი. თუმცა არის ერთი მონაკვეთი, რომელიც არის გუდაურთან მისასვლელი, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში უკვე ექსპლუატაციაში შევა. მადლობა, კოლეგები, ხომ არ გაქვთ კითხვები? დამატებითი კითხვები არ არის, შესაბამისად კენჭისყრაზე ვაყენებ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე.
გმადლობთ, ერთხმად მიღებულია. მადლობა ქალბატონ მზია, საკითხი გადაწყვეტილია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომა დასრულებულია.